ხელოვნების საღამო გაიმართა კულტურის სამინისტროში კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსის ლაურეატების კონცერტი. ქვეყნის მასშტაბით კონკურსში სულ 107 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. პირველი პრემიის მფლობელი სერგო მარკოიანს ვალერიან შიუკაშვილი წარადგენს გერმანიაში. გრან-პრის მფლობელი ნათია ნატროშვილი კი კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს. დღევანდელ საღამოზე ხელოვნების აკადემიის მთავარი პრიზი კულტურის მინისტრს გადაეცა. ვაყოფილი ვარ ამ ფესტივალით საერთოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით 107-ზე მეტმა ჩვენმა ბავშვმა, მუსიკის სტუდენტმა და მათგან გამარჯვებულები დღეს წარმოდგენ ჩვენ სცენაში. ერთი მათგანი მიემგზავრება გერმანიაში კონცერტით. ეს პრიზი არის პრიზი, რომელიც ჩემთან ერთად აქვს რამდენიმე ძალიან დამსახურებულ ადამიანს. მე ამ ჯგუფში ყოფნით, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარულები ვართ დღეს იმითი, რომ ხელოვნების აკადემია ესტუმრა კულტურის სამინისტროს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ღვაწლი შეიტანა ამ კონცერტის მომზადებაში და ვიმედოვნებ, რომ შემდგომში ხელოვნების აკადემია მჭიდროდ ითანამშრომლებს კულტურის სამინისტროსა და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტებს გავაკეთებთ.